ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა 2003 წლის მოვლენების დროს ეპიცენტრში რევოლუციური ტრიუმფი რატი იდგა. 8 წლის შემდეგ ისევ რევოლუციაზეა საუბარი და ისევ სამეულზე. არ ვიცი რამდენად ლოგიკურია პარალელების გავლება, მაგრამ ერთი ფაქტია, დღესაც ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ და დღესაც ეპიცენტრში ოპოზიციური სამეული დგას. ყოველი შემთხვევისთვის ბოლო თვეების პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსთა ნაწილმა ასეთი დასკვნა გამოიტანა. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ოპოზიციაში ორი ფლანგი არსებობს, საარჩევნო გარემოზე მომუშავე და ასე ვთქვათ რევოლუციის მომხრე. თუმცა ამ ორ ფლანგზე რამდენიმე ლიდერია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ და იანთაძეს დავესვესხოთ 3: ალასანია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი. აქედან ერთის აზრი დანარჩენი ორისგან მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ დარჩენილი ორი ამის მიუხედავად ერთად მაინც არ დგას. რა მოვლენებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? იანთაძე და ზურაბ ბიგვავა ისაუბრებენ ამ თემებზე. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ანალიტიკოსები, ჟურნალისტი იანთაძე და ბატონი ზურაბ ბიგვავა. საღამოშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბოლო თვეები, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხებზე აქტიურად საუბრობთ და ვსჯელობთ და როგორც საზოგადოების, ესე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო ნაწილმა განაცხადა, რომ დიახ, სწორედ უნდა დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი და ვსჯელობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახლოს არის, ესე ვთქვათ, საარჩევნო პერიოდი 2012-2013 წლები და ასე რომ ნელ-ნელა უნდა წავიწიოთ წინ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის გათვალისწინებით. მაგრამ მე გამოვუტყდები მაყურებელს და ვეტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელი, ან რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ინიციატორი არის ქალბატონი იას ახალი ბლოგი, რომელიც მან შემოგთავაზა გუშინ საინტერესო თემატიკით. სათაური შემახსენეთ თუ შეიძლება 2, რათა 2, 3, ხო? 3, კი ბატონო, აქ საუბარი არის ოპოზიციურ სამეულზე, როგორც გამოვაკვირვეთ, მაგრამ მე მინდა ვკითხო ქალბატონიას, ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ დიდია და რა ნიშნით მოხდა გამორჩევა დაუშვათ ამ სამეულის. მე ვკითხავთ ბატონ ზურაბს, ეთახება თუ არა იმას, რომ დღესაც 2003 წლის მოვლენების მსგავსად ეგრეთ წოდებული სამეული ყავს ოპოზიციაში, გამოკვეთილი სამეული. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რა ნიშნით გამოვარჩიე ეს სამეული? თავარი იყო ის, რომ მე ვფიქრობდი, ვინ არიან ოპოზიციურ ლიდერებს შორის ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი მხრივ ამბიცია, რომ გახდნენ ქვეყნის პირველი პირი და მეორე მხრივ აქვთ რაღაც გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ იბრძოლონ ქვეყნის პირველი პირობისთვის. ხა მაგალითად ბატონი შალვა ნათელაშვილი რატო არ შევიდა ამ სამეულში? და კიდევ სხვებზე შეიძლება საუბარი. იმიტომ რომ ბატონი შალვა ნათელაშვილი მის ფონზე რომ ის არის პარტიის ლიდერი უკვე ბევრი წლის განმავლობაში, მას სინამდვილეში მე ვერ ვხედავ, რომ მას ჰქონდეს რეალური ამბიცია პრეზიდენტობის, ან მას ჰქონდეს რეალური საშუალებები იმისთვის, რომ გახდეს ქვეყნის პირველი პირი. ჩვენ გვახსოვს არჩევნები, როდესაც მისმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოში მიიღო მანდატების უმრავლესობა, ეს იყო შესანიშნავი შანსი ბატონი შალვასთვის, რომ გადაედგა რეალური ნაბიჯები ქვეყნის პირველი პირის პოსტისკენ, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და პირველივე შესაძლებლობისთანავე, როცა მას რეალურად ჰქონდა შანსი, რომ წინ დასულიყო, მან უკან დაიხია. ეხლა ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავია, მაგრამ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ შალვა ნათელაშვილს ამ შემთხვევაში პრეზიდენტობის სურვილი და ამბიცია არ აქვს? დიახ, მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა ის ეცდება, რომ მისი პარტია იყოს ძლიერი, ეცდება, რომ მისი პარტია იყოს პარლამენტში და იყოს იმ პოზიციაში, როცა მათ ეკითხებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრს, მაგრამ მე ხა გულწრფელად ვამბობ, ვერ ვხედავ იმ სურვილს, რომ ბატონ შალვა ნათელაშვილი რეალურად აპირებდეს პრეზიდენტობას. შეიძლება სურვილი აქვს, მაგრამ საშუალებები არ აქვს. არ ყოფილა ახლოს ამ ნიშასთან სინამდვილეში არასდროს. ყოველთვის ამბობენ ლეიბორისტები მაგალითად, რომ ერთადერთი რეალური ძალა, რომლის მგრივაც
უნდა გაერთიანდეს სრული ოპოზიციური სპექტრი არის ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს შეთანხმება შალვა ნათელაშვილი. რა ვიცი ეს ბევრჯერ გვსმენია. სადაც იყოს რეალური პროცესები, იქ არსად სათავეში შალვა ნათელაშვილი არ ყოფილა. აი რეალური პოლიტიკური პროცესი რამდენჯერაც იყო საქართველოში, იქ არ ყოფილა შალვა ნათელაშვილი და ეხლა მე რა თქმა უნდა ვერ გამოვიგონებ მის მაგივრად, რომ მას უნდა რეალურად რომ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. შალვა ნათელაშვილი გადავდოთ, თქვათ ესე შალვა ნათელაშვილი. არ არის ადვილი გადასადები, მაგრამ ეხლა რეალურად ამ ეტაპზე გადავდოთ. ძირითად თემას მივუახლოვდეთ და შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით თუნდაც ნათელაშვილის თემასაც და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების თემებსაც. კრიტერიუმები, ანუ კრიტერიუმი იყო სამი ლიდერი გამოარჩიეს. დიახ, კრიტერიუმი იყო ორი. ეს არის ის ადამიანები არიან, ჩემი აზრით, ოპოზიციის რეალური ლიდერები, რომელთაც აქვთ თავისი ნიშა, კონკრეტული მოძებნეს თავის ნიშა და რომლებიც ეძებენ რეალურ რესურსს იმისთვის, რომ საქართველოს თავრობაში თუ საქართველოს ხელისუფლებაში გახდნენ პირველი პირები. აი ეს სამი ადამიანი არის ასე. თუმცა აქედან პარტიის ლიდერი თავმჯდომარე ესე რომ ვთქვათ, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ირაკლი ოქროაშვილს ასახელებთ, სოზარ სუბარია, როგორც მე ვიცი. დასაკურველია არის სოზარ სუბარი, მას აქვს ძალიან სერიოზული ფუნქცია თავის პარტიაში, მაგრამ მე გამოვდიოდი, ვთქვათ, პასუხზე კითხვიდან, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებებს. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ამბობს ბოლო სიტყვას. ის რასაც აკეთებს სოზარ სუბარი, იმას ვერ გააკეთებდა ირაკლი ოქროაშვილი, იმიტომ რომ მათ აბსოლუტურად სხვადასხვა ავტორიტეტი აქვთ დღეს ქართულ საზოგადოებაში და ამიტომ თავის ადგილზე სოზარი არის შეუცვლელი. მაგრამ ისევ ჩემი შტაბ-ბეჭდილებებიდან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ როდესაც იყო სტრატეგიული დარტყმა განსახორციელებელი, ასე ვთქვათ, ოპონენტის ბანაკზე, ვინ გააკეთა ეს? ეს გააკეთა ირაკლი ოქროაშვილმა. რომელს გულისხმობთ ისტორიას ბურჯანაძე გაჩეჩილაძის ინციდენტზე? დიახ, და ეს ინციდენტი არის ამოწურული თუ ეს ინციდენტი გაღრმავდება, შესაბამისად ჩემი ღმერთმენით ისევ ირაკლი ოქროაშვილი მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. ანუ ირაკლი ოქროაშვილი არის გადამწყვეტი ქართულ პარტიაში ნებისმიერ მტკივნეულ თუ ესე ვთქვათ სტრატეგიულ საკითხზე. დიახ, სტრატეგიულ საკითხზე. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ სანამ ქართული პარტიის მშენებლობის პროცესში პირველი პირი არის სოზარ სუბარი და ეს არის ნამდვილად ასე, მას ვერ გადავიყვანთ ადვილად უკანა პლანზე, იმიტომ რომ თუ კი ქართულ პარტიას უწერია რაიმე მომავალი, ეს მომავალი სინამდვილეში უნდა შექმნას სოზარ სუბარმა, რომელიც დადის სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და აფუძნებს პარტიას და აშენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მისი ფუნქცია, ეს არის ის საქმე, რომელსაც ის ძალიან კარგად აკეთებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები პირი, მე მგონი მაინც არის. კი ბატონო, ბურჯანაძე ალასანიის შემთხვევაში აქ უკვე არ არსებობს, ხო, კითხვის ნიშნები, ისინი გამოკვეთილი ლიდერები არიან თავიანთი პოლიტიკური ძალიდან გამომდინარე. კარგით, ბატონო ზურაბ, აი ესეთი სურასი დაგვიხატა, ესე ვთქვათ, ქალბატონმა იამ სამეული, რომელიც გამოიკვეთა ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ეხლა წინა პლანზე არიან წარმოდგენილები და რომელთაც ესე ვთქვათ, დააფიქსირეს ღიად თავისი პოზიცია თუ სურვილი, რომ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. თქვენ ეთანხმებით, რომ ეს სამი ძალა გამოკვეთილია, ლიდერი უბრალოდ. ესეთ რა თავიდან რომ თქვენ რო თქვით რომ არგუმენტები საწინააღმდეგო არგუმენტაცია იქნება აქო მე ცოტა გამეცინე რომ მე და საწინააღმდეგო არგუმენტაცია მეგონა რომ არ გვექნებოდა ამ შემთხვევაში მე მართლა უპონირებას გავუწევი იას მე ვერ დავეთანხმები იას რომ ეს არის მხოლოდ რათა 2 და 3 დიახ შეიძლება ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ რათა 3 და 4 გავაგზავნოთ ეს თამაში და მე-4 მე ვფიქრობ ეს არის ჩვენ ოპოზიციურ ლიდერებზე ვლაპარაკობთ, რომელიც მომავალ ასე ვთქვათ, თამაშში მიიღებენ მონაწილეობას როგორც კონკურენტები დღევანდელი დაუშვათ პრეზიდენტის. მხოლოდ პრეზიდენტის. მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობიდან ჯერ რომელიც არ ჩანს, იქნება აუცილებლად ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სერიოზულ ადგილს დაიკავებს ოპოზიციურ ფლანგზე. და იქნება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, ფსევდო, არაფსევდო, მაგაზე ძნელია ახლა ლაპარაკი, მაგრამ აუცილებლად იქნება გამოიკვეთება ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობის დღევანდელ ლიდერს და ეს იქნება მე-4 ძალა, რომელსაც არანაკლები შანსი ექნება, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურ ძალას, რომელიც დღეს არის გამოკვეთილი და წინა პლანზე წამოწეული. ანუ 3-ზე არ უნდა გაჩერდეს ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 10, 12, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, მე მგონი, ეს იქნება ის ძალა, რომელიც წამოვა დღევანდელი ნაციონალური მოძრაობიდან.
ეს პროცესი დაწყებულია. დიახ. ეს რა ესე გაძლევთ ამის ნათლად. დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ პროცესი დაწყებულია და იცით რა. ნაციონალური მოძრაობის შიგნით რამე თუ ხდება, არ ვიცი, ვინმე ამჩნევს ამას, ან გამოკვეთილია? მე მედია ანალიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი პუბლიკაცია ამ ბოლო ხანებში, ბევრს ლაპარაკობენ. შეიძლება ეს იცით რა, შეიძლება პოლიტიკური ტექნოლოგიების ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხრიკია, რომ ესე იგი ვთქვათ ლაპარაკობენ და იწყებენ ლაპარაკს იმის შესახებ, რომ აი ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილებაა, ჩვენთან ისინი ლაპარაკობენ. ამაზე ლაპარაკობდა როგორც მე მახსოვს კიწმარიშვილი, ამაზე ლაპარაკობდა თუ არ ვცდები სოზარ სუბარი და არა მარტო ესენი, სხვების ლაპარაკობდნენ ამის შესახებ. შეიძლება ეს ხრიკი იყოს, მაგრამ მაგის და მიუხედავად, ესე იგი აი არგუმენტი, რომელიც შეიძლება ამის დასასაბუთებლად მოიყვანოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში იწყება რაღაცა გარკვეული მოძრაობა და ეს აუცილებლად მოძრაობა კი არ იქნება მხოლოდ, ეს იქნება ორგანიზაციულად ჩამოყალიბდება. ამ მოძრაობის შედეგი იქნება ერთი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას არა როგორც ესე იგი მართველი პარტია, ხო? ეს მომენტი აუცილებლად იქნება. რატომ? იმიტომ რომ ლოგიკა აი ამ ჩვენი პოლიტიკური პროცესების განვითარების ამაზე მიუთითებს. და რატომ მიუთითებს? იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი პუბლიკაცია, ძალიან ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთი დღეს სააკაშვილს აღარ უჭერს მხარს ისე და ისეთი ხარისხით, როგორც უჭერდა მხარს. ეს საკმაოდ ნათლად და საკმაოდ არგუმენტირებულად არის ესე იგი დასაბუთებული. არაერთი პუბლიკაცია არის სწორედ ის არგუმენტები და ის ფაქტები. ეს ფაქტია. პუბლიკაციები განსაზღვრავს ესე ვთქვათ თეთრი სახლის დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში. ძალიან ხშირად, კი, რა თქმა უნდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა თეთრი სახლიდან, იმიტომ რომ ამაზე წერს ისეთი გამოცემები, რომელიც თეთრ სახლთან არიან ძალიან ახლოს და ეს ინფორმაცია ვრცელდება სწორედ ამ გამოცემების მეშვეობით. მაგრამ ბატონ ზურაბ, იმავე გამოცემებში ჩვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ისეთ პუბლიკაციებს, რომლებიც ქებადიდებას ასხამს თუნდაც საქართველოს პირველ პირს. ჩვენ ვხედავთ აი ესე ვთქვათ პომპეზურ და ტრიუმფალურ შეხვედრებს თუნდაც ამერიკელ ბიზნესმენებთან და მილიარდერებთან. მე ტრამპის მაგალითს მოგეხსენებთ. ტრამპის მაგალითი საერთოდ ესე იგი ანეკდოტურია და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ესე იგი ნიუ-იორკ ტაიმსში დაიბეჭდა, ესე იგი ტრამპის რეალურად ტრამპს რა უნდა, რეალურად ტრამპი რაზე არის წამსვლელი და ეს იმდენად ეს არ არის ანეკდოტური, ეს იმდენად იცით რა, ეს სკანდალია, რომელიც პოლიტიკურად, ესე იგი ჩვენ რო ცივილიზებული ქვეყანა ვიყოთ, ამას მოყვებოდა სერიოზული ცითა ქმედება ჩვენ საზოგადოებაში და თუნდაც მართლ პარტიაში უნდა მოყოლოდა ქმედება, მაგრამ ჩვენ ყავს ესე იგი ცოტა როგორ გითხრათ, ესე იგი მართლი პარტია, რომელიც ჩამოყალიბებულია სხვა პრინციპებზე და იქ არ მოხდებოდა, არ მიეცა ამას ესეთი სახე. თორე ტრამპის მაგალითი ეს არის ესე იგი პოლიტიკური ტყუილის მაგალითი და პოლიტიკური ტყუილი და პოლიტიკური განცხადება თქვენ ახლა კარგად დავინახეთ მაგალითად ძალიან დიდი ასე ვთქვათ მეტამორფოზა, რომელიც დაემართა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთ რეალურ სერიოზულ ძალად აღიქმეოდა. ეს არის ფორუმი. ფორუმი როგორც კი თქვა, მე 4-ში ან დავამთავრებ ამ ხელისუფლებას, ან და დავიწყებ ისეთ რაღაცას, ან და პოლიტიკიდან წავალ, რეალურად მათ მოუწიათ პოლიტიკიდან წასვლა. გარკვეულწილად ისინი პოლიტიკიდან წასულები არიან. თუმცა ისინი ამბობენ, რომ არა, ჩვენ რეორგანიზაციას ვაკეთებ და აი ნახეთ, შეხედეთ, ესე იგი, ჩვენ ხო უყურებთ აი ფორუმმა ის ძალა და ის მნიშვნელობა, რომელიც ჰქონდა და სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინათ თითქოს. დაკარგა ეს მნიშვნელობა და ძალა. ეხლა საქართველოს პოლიტიკური სივრცე, ეს ლანდშაფტი ისე არის აგებული, რომ მასზე ადვილია, ესე იგი, გადაადგილება რაღაცა გარკვეული, ის როგორ არის, როგორც უდაბნოში რომ პატარა მთები წარმოიშობა, მაგრამ ადვილად გადაადგილდება ეს ქვიშა. ეს არ არის მყარი ნიადაგი. აი სწორედ ესეთი ნიადაგია დღეს საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი რო შევაჯამოთ, ანუ თუ კი გამოვალთ ქალბატონი იას მოსაზრებიდან, რომელმაც ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი მომავალზე ის, თუმცა ქალბატონი იას ჰქონდა ასეთი პუბლიკაციები, როდესაც ხელისუფლების შიგნიდან გამოსულ ოპოზიციურ ძალაზეც იყო საუბარი, მაგრამ კარგით არ გაუსწრებთ მოვლენებს წინ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილ ლიდერებზე საუბარი ცოტა ნაჩქარევია, რადგანაც ჯერ კიდევ წინ არის რაღაც მოვლენები? არა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს გამოკვეთილი ლიდერები არ არის. რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ბურჯანაძე, ალასანია
სუბარზე მე ესე იგი ცოტა თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ იქ ისეთი ნაზავია პოლიტიკოსების, რომ იქ რომელია პირველი და რომელია მეორე ძნელი სათქმელია. აი ქალბატონი გვარწმუნებს ირაკლი ოქროა. სოზარ სუბარის შეფასებაში მე იას გარკვეულწილად ვეთანხმები, მაგრამ იცით რა, იმ სიტუაციაში, როცა აი იმ ვითარებაში, როცა რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი, ძირითადი მოთხოვნა რა არის? პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და მისი ეფექტურობისთვის აუცილებელია პოლიტიკური მენეჯმენტი. პოლიტიკური მენეჯმენტის ფუნქციას ვერც ირაკლი ოქროაშვილი უფრო მეტად ატარებს ვიდრე სუბარი. და მით უმეტეს ნაკლებად კოკა გუნცაძე, თუმცა ძალიან ინტელიგენტურად და სიმპათიურად გამოიყურება. ყველაზე სერიოზული, როგორც არ უნდა გაგეცინოთ, ეს არის ეროსი კიცმარიშვილი, რომელიც არის სერიოზული პოლიტიკური მენეჯერი. სერიოზული გამოცინას ასაკიც. არა, არ ვიცი ესე იგი, განისდება როგორც ესე იგი PR-ის სპეციალისტი, როგორც ესე იგი მედია, ასე ვთქვათ, ზემოქმედების სპეციალისტი. ეს არის კარგი მენეჯერი, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციულად გამართოს ძალიან ბევრი რამე. მამოძრავებელი ძალა ერთ-ერთი სერიოზული არის ეროსი კიცმარიშვილი. მე იას ვეთანხმები იმაში, რომ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, რომელიც რესურსს ფლობს და რესურს როგორც ჩვენ ვიცით, ესე იგი ეს რა რეალურად ესე იგი როგორ არის ეს ყველაფერი ძნელი წარმოსადგენა, რესურს როგორც ჩანს ესე იგი ფლობს ირაკლი ოქროაშვილი. თუმცა მისი შანსები მე რო გითხრათ, ესე იგი მე ამას ძალიან სერიოზულად ვერ ავიღებ. ბევრი არგუმენტის გამო. ის რომ ის გახდეს ესე იგი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს შანსი რეალურად მოვიდეს ხელისუფლებაში რეალური ძალაუფლებით. რატომ არ აქვს? ამაზე ვისაუბრეთ, მოდით გადაცემის მეორე ნაწილში, გადაცემაში რეკლამის დრო დაგველოდეთ ჩვენ დავუმატებით. თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ია ანთაძე, ზურაბ ბიგვავა. მოდით აი ესე ვისაუბროთ. იმ პოლიტიკური სამეულიდან, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, ყოველ შემთხვევაში ეს ბატონმა ზურაბმა ივარაუდა, რომ მომავალში კიდე შეემატება ამ სამეულს ადამიანი, იგივე ნაციონალურ მოძრაობიდან, რომელიც ამ შემთხვევაში ოპოზიციური ფლანგის სახით წარმოგვიდგება. აქვთ თუ არა, მოდით არსებულზე ვილაპარაკოთ, ჯერ და არა მომავალზე რა იქნება. აქვთ თუ არა რესურსი თითოეულ პოლიტიკურ ძალას იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც აქვთ მათ დასახული, ხო? ვიცით საარჩევნო გზა, ვიცით სხვა გზა. აქვთ თუ არა რესურსი იმისა, რომ მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, თუ კი მათ გააჩნიათ საპრეზიდენტო ამბიცია, პირველი პირის ამბიცია. კითხვა არის ძალიან კარგი და ლოგიკური და ალბათ ყველა ადამიანს, ვინც ამ თემაზე ფიქრობს, გაუჩნდება ეს შეკითხვა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მოგვიწევს მხოლოდ ვარაუდებით საუბარი, იმიტომ რომ სინამდვილეში არ ვიცით ეს რესურსი არსებობს თუ არ არსებობს. თუ ვისაუბრებთ იმის შესახებ, არ ვიცით, იმიტომ რომ საიდან უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა რესურსზე არის საუბარი. ვიცით რომ აქვთ ოპოზიციურ აი ამ სამ პარტიას და არა მხოლოდ ამათ აქვთ რეგიონული ოფისები, თვითონ გვეუბნება რომ ეს ოფისები მუშაობს და იქ ხალხი მიდის და წევრიანდება მათ პარტიაში. ჩვენ არ ვიცით ის ადამიანები, ვინც მათი პარტიის წევრები არიან, სინამდვილეში ვთქვათ, რაზე არიან წამსვლელი და რისთვის არიან მზად ფსიქოლოგიურად, ჩვენ არ ვიცით ასე ვთქვათ, მატერიალური რესურსი რამდენი აქვს ამ პარტიებს, ან საიდან აქვს, ან ვთქვათ, რას უნდა მოხმარდეს კონკრეტულად ეს რესურსი. ანუ პრაქტიკულად გვაქვს უამრავი შეკითხვა და არ გვაქვს არც ერთი პასუხი. აი 2003 წელს ია რო გადავხედოთ ახლა, ვიცოდით რეალურად ეს რესურსი რამდენი იყო? არ ვიცოდით რესურსი რამდენი იყო, ახლა ვიცით რა, მე მაგალითად ახლა არ ვიცი რამდენი იყო ეს რესურსი ზუსტად. მაგრამ ეს რესურსი ასე თუ ისე ჩანდა და ყოველ შემთხვევაში საკმარისი იყო იმისთვის, რა მიზანიც ჰქონდა დასახული ამ ქუჩაში გამოსული. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ მატერიალური რესურსი. ეს იყო რაღაც ისეთი ტიპის რესურსი, რომელიც უზრუნველყოფდა მაგალითად იმას, რომ პოლიცია არ ჩაერია პროცესში, ჯარი არ ჩაერია პროცესში. ეხლა ძალიან ძნელი სათქმელია ამ ტიპის რესურსი აქვს თუ არ აქვს რომელიმე ლიდერს. ეხლა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე უკვე თარიღებს ასახელებს, ხო? და ის ამბობს, რომ დიდხანს არ გააგრძელებს ამ ბრძოლას, ის დაიწყება
იწყებს 2 მაისს და დაამთავრებს მალევე. ამ შემთხვევაში მარტო ქალბატონი ნინო არა, ქართული პარტიაც საუბრობს, რომ ზაფხულში წავალთ დასასვენებლად ყველანი, რა ვიცი. დიახ, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მეორე მხრივ სახელდებოდა შემოდგომა, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არის რეალური და კონსტიტუციური ვადა სინამდვილეში მათი მოსაზრებით, ხო? ასე რომ თარიღი სხვადასხვა სახელდება, მაგრამ აი კონკრეტული თარიღი, რომელსაც ქალბატონი ნინო ასახელებს და ეს არის პირველი თარიღი, რომელიც არის ყველაზე ახლოს დროში დღევანდელ დღესთან, ხო? რა თქმა უნდა, ამ ეს თარიღი თუ რამეს ნიშნავს სინამდვილეში, ის უნდა იყოს გამყარებული რესურსით. ამიტომ არის თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად ლოგიკური. თუ ჩვენ მართლა რამეს უნდა ველოდეთ და არ ვიცით რას უნდა ველოდეთ, ყველა შემთხვევაში ეს უნდა ეფუძნებოდეს რესურსს, როგორც მატერიალურს, ისე ადამიანურს და ასე შემდეგ და ასე ურთიერთობის რესურსს, თქვათ, რაღაც ძალებთან ხელისუფლებაში და სხვა. ხო და არავინ ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაძლევს. საუბარი ასე ტონში მიმდინარეობს, რომ აი მე მზადა ვარ, რომ დავდგე ბარიკადის წინა ფლანგზე და თუ თქვენ შეგიძლიათ და გაქვთ სურვილი, დამიდექით გვერდით და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. მეტი არაფერი არ იცის საზოგადოება. მოდით ესე ვთქვათ, მოდი ფინანსურზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ კი საუბრობ ადამიანურ რესურსზე, როდესაც საუბრობ ხშირად იმაზე, რა იქნება დაუშვათ უახლოეს მომავალში, აქცენტს აკეთებენ იმ პროტესტზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში და საუბრობენ ამ პროტესტზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან რეგიონებში და დედაქალაქში და სხვადასხვა ქალაქებში და აწყდებიან უკმაყოფილო მოსახლეობას, რომელსაც ესე რომ ვთქვათ, მეტი აღარ შეუძლია. ეს მათი სიტყვებია. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეექმნათ საერთო შტაბ-ჭრილება, რომ ეს ადამიანები შემდეგ რესურსებით იქნებიან გამოყენებული. მე არ მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს, სხვაჯერ ბატონ ზურაბის აზრი ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე, იმიტომ რომ მან ჩემზე მეტი იცის თეორიულად და პრაქტიკულადაც, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ერთი არის ადამიანებში არსებული უარყოფითი მუხტი და მოლოდინი, რომ რამე უნდა შეიცვალოს, მათ შორის რამე უნდა შეიცვალოს სწრაფად, მაგრამ მეორე არის მათი მზადყოფნა, რამდენად არიან ისინი მზად, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში და რამდენად არიან ისინი მზად მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რომლის ლიდერი იქნება ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ხა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გააჩნია ათulis წერტილი, ჩვენ ვთქვათ, რომ თავარია პროცესი და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სათავეში, უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უკავშირდება მოლოდინი, რომ ეს შეძლებს, როგორც მაგალითად ირაკლი ოქროაშვილის დროს. აი მე როცა ვამბობ ხოლმე, რომ ლიდერები არ მოწონს საზოგადოებას, აი ამ სამი ლიდერიდან არც ერთი არ მოწონს. დარწმუნებული ხარ თუ არც ერთის მიმართ? კი, დარწმუნებული ვარ, რომ აი გამოკვეთილი სიმპათია საზოგადოებაში არც ერთის მიმართ არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სამი ლიდერიდან ნებისმიერს არ კონდეს იმის რესურსი, სწორედ დაყრდნობით იმ უარყოფით მუხტზე, რაც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ რეალურად სადოს ვითარების შეცვლა. გადმოიბიროს ეს მოსახლეობა. დიახ, გადმოიბიროს. ამისთვის რა არის საჭირო? აი როცა ვამბობ ხოლმე, რომ აი მაგალითად არ მოწონთ ეს ლიდერები და ამიტომაც ხალხი არ გამოდის. თქვათ, ან არ არის მუხტი ისეთი ძლიერი. მეუბნებიან, რომ კი, მაგრამ ოქროაშვილი ხომ მოწონდათ, ოქროაშვილი, რომელიც იყო ადამიანი, რომელიც იყო მარჯვენა ხელი ნამდვილად პრეზიდენტის, როცა ის ქმნიდა ამ სისტემას, რომელიც დღეს არავის აღარ მოგწონს, ხო? ყოველ შემთხვევაში ბევრს არ მოგწონს. ხო და ირაკლი ოქროაშვილი თუ მოწონდათ, რატომ არ შეიძლება, რომ ნინო ბურჯანაძეც მოეწონოთ, თუ კი მასში შესაბამის ძალას დაინახავენ. აი არ ვიცი, ამიტომ მე მაინტერესებს სწორედ ბატონი ზურაბის აზრი ამ საკითხზე, იმიტომ რომ აქ გვაქვს უკვე რაღაც ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვათ, რომ თქვათ დღეს რომელიმე ამ სამი ლიდერიდან იმდენად პოპულარულია, როგორიც ვთქვათ, როგორი პოპულარული იყო მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს, ესე არ არის, არ ვიცი ხა ვინმე თუ შემეკამათება, მაგრამ მეგონი არც ერთი ლიდერი არ არის ესეთი პოპულარული, გამზადებული ლიდერობისთვის, როგორც იყო მიხეილ სააკაშვილი. პოპულარული თუ არაპოპულარული ლიდერები გვყავს იმისთვის, რომ რესურსი გააჩნდეს საკმარისად დასახული მიზნის მისაღწევად, ბატონ ზურაბ. იცი რა, სხვადასხვა ვითარება, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვითარებაა. დავახასიათოთ თითოეული. იცით რა, დინამიურია ეს პროცესი, მე მინახავს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციები პოლიტიკური ლიდერების მიმართ დამოკიდებულების. და ცვლილება ეს ხდება ძალიან მარტივად ხანდახან და შეიძლება ერთმა შემთხვევამ, ერთმა გამოსვლამ, ერთმა, ასე ვთქვათ,
ერთ-ერთმა აღშფოთებამ, ასე ვთქვათ, სოციალურმა, რა, ბევრი რამე შეცვალოს. ხო, ხოთშიც მიხეილ სააკაშვილის თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლებიდან გამოსული ლიდერი იყო, რომელიც შემდეგ პოპულარული ლიდერად გახდა. რა თქმა უნდა, და პოპულარული ლიდერი გახდა, დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა დაიწყო იმით, რომ მან აფრიალეს სახლების სურათები, რომელიც მაშინდელ მაღალ ჩინოსნებს ჰქონდათ. ეს იყო ხალხი და მიხეილ სააკაშვილი მაშინ იყო იუსტიციის, ასე ვთქვათ, მინისტრი და მას ნაკლებად ემუქრებოდა იქ რამე. დღეს ბევრს აფრიალებს ეს ხალხი და ისეთ ინფორმაციას ხანდახან დაუჯერებელს, ხანდახან, მაგრამ ეს ინფორმაცია მეტნაკლებად მაინც მათზე და მათ მიმართ დამოკიდებულებაზე მოქმედებს. ეხლა როგორ არის? საზოგადოება იყოფა რაღაცა დიდ ჯგუფებად და ეს ჯგუფები სხვადასხვა мотивაციით ხასიათდება. ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ასაკს არიან მიღწეული, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეხლა მეორეა ესენი იყვნენ კორუმპირებულები, არ იყვნენ კორუმპირებულები, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ სისტემის წარმომადგენელი ერთი ნაწილი ესეთი ხალხი არის. მართლა არის ესეთი ნაწილი და განაცხენებულია. მეორე ნაწილი ადამიანებს, როგორც ვიცით, ესე იგი ჩვენ მესამე ადგილზე ვართ, ასე ვთქვათ, პატიმრების რაოდენობით. ეს სადღაც თუ ეს ნამდვილად ესეა და 45,000 პატიმარია ჩვენ საპატიმროში, მოყავთ ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები ყოველ შემთხვევაში. 4-ზე გადაამრავლეთ ეს. ნუ კარგით, იქ რაღაცა გარკვეული ნაწილი მოშორდა. ეს პატარა რაოდენობა უკვე აღარ არის. კი ბატონო. და არიან კიდე ადამიანები, რომელიც მეტნაკლებად ნეიტრალურები არიან, მაგრამ ინტელექტუალურად ხედავენ, რომ აი რაღაცა სწორედ არ მიდის. მაგალითად ის ადამიანები, რომელიც ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის საკითხებში დაიშვა ძალიან დიდი შესტოება. ძალიან ბევრი ადამიანები ფიქრობენ, რომ ესე იგი რეფორმა, რომელიც განხორციელდა განათლებაში, არ იყოს სწორი, ხო? ეს ადამიანების რაოდენობა თუ კრიტიკულს მიაღწევს, ძალიან ბევრიც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მათ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაში. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ არიან კრიტიკულად განწყობილები, მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს ამ სამეულზე როგორ ნაწილდება ამ ადამიანთა, ასე ვთქვათ, იცით რა, ესეთი რამე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გარკვეულ დროს იყო ომის ფორმულა ის საზოგადოებაში. ეს რას ნიშნავს? იცით რომ პოლარული დამოკიდებულებები, ესე იგი ხალხი, რომელიც უჭერდა ხელისუფლებას, მხარს დაახლოებით, ცოტა ნაკლები, მაგრამ დაახლოებით იმავე ზომის იყო, რომელიც მზად იყო იარაღით ხელში და ძალისმიერად ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ებრძოლა. ეს გამოკვლევები, ამ გამოკვლევებს თავისი გარკვეული დინამიკა აქვს. და ბოლო ხანს ეს დინამიკა ისევ ამ ფორმულისკენ მიდის. ძალიან ბევრი ხალხია და როგორც მე ვიცი, ესე იგი საკმაოდ ბოლო გამოკვლევებს ჩვენი ხელისუფლება აღარ აქვეყნებს, თუნდაც საერთაშორისო გამოკვლევებს. იმიტომ რომ იქ რაღაცა ბევრი რამეები შეიცვალა. ეხლა მე ბოლო მონაცემების ზუსტი გამოკვლევების ზუსტი მონაცემები არ მაქვს და ამიტომ არ შემიძლია თქვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დინამიკა არის არა ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს სერიოზული ცვლილებებია, მოხდა ეს მსოფლიო კრიზისის გამო, ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობის გამო, მაგრამ რეალურად ხო ხედავთ ჩვენ რომ ყოველდღიურად, ესე იგი, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება ხდება ძალიან მძიმე. ადამიანებს უჭირთ, ესე იგი, თვიდან თვემდე იგივე ხელფასით გაიტანონ თავი. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ კი ბატონო, ეს ამ უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა არის საკმარისი რესურსი, თუნდაც თითოეულმა ძალამ, ეს ამ შემთხვევაში მე ალასანიას არ დავასახელებ, იმიტომ რომ მისი გზა გამოკვეთილია და ის ირჩევს სხვა გზას ამ შემთხვევაში, მაგრამ ორ პარტიაზეა ხო საუბარი. ერთი ქალბატონი ბურჯანაძეზე საუბარი, მეორე როგორც თქვით, ირაკლი ოქრუაშვილზე როცა საუბრობთ, არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ამ ადამიანების ძალა წარმართონ იმ გზით, რა გზითაც მათ სურთ. რეალურად ეს ორი პარტია ერთმანეთისგან არ განსხვავდება თავისი ელექტორატული, ასე ვთქვათ, მაგრამ ცალ-ცალკედ განან. კი, ცალ-ცალკედ განან, ერთმანეთის მიმართ ძალიან ბევრი ცუდი თქვეს, მაგრამ მე გაჩერდნენ და ეს ყველაფერი, ესე იგი, ნელ-ნელა, ესე იგი, ჩაუშვეს, გამოუშვეს ეს რაც იყო და ნელ-ნელა, ესე იგი, ერთმანეთის მიმართ, ესე იგი, მყარი და სერიოზული განცხადებები აღარ გაგრძელდა. ეს კონფლიქტი ბოლომდე არ მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეყოთ იმის შკოლა, რომ ერთმანეთის, ესე იგი, არ ბოლომდე, მაგრამ ის რაც გასაკეთებელი იყო, ცუდი გაკეთდა ერთმანეთზე რაღაცები თქვეს. ამის და მიუხედავად ეს ორივე ძალა ერთ ელექტორატზეა აგებული.
რომ მოხდეს ისე, რომ დაიწყოს რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, მოძრაობა და ეს ამ მოძრაობას კონდეს საკმარისი მინიმალური მხარდაჭერა. ნუ დაუშვათ 30-50,000 კაცი. ეს ორი ძალა აუცილებლად ერთმანეთთან მისასვლელ გზებს მონახავს. და ამის ყველა პირობა წინაპირობა არის. კი ბატონო, აი ქაბატონია თქვენი ერთ-ერთი სცენარის ერთ-ერთი განვითარება. განსხვავებულია, ესე იგი, ირაკლი ალასანიას სიტუაცია, მაგრამ ირაკლი ალასანიასაც შეიძლება მოუწიოს გარკვეულ სიტუაციაში ამ ვითარებაში, ესე იგი, ჩართვა. მოდით მაშინ, რადგან თქვენ ირაკლი ალასანი ახსენეთ, მე მინდოდა ცოტა მერე გვესაუბრა ამ საკითხზე. დღეს მაგალითად ირაკლი ალასანიამ ესეთი განცხადება გააკეთა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მცდელობას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს ძალაუფლება და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მცდელობას ძალადობით მოვიდეს ხელისუფლებაში, თავისუფალი დემოკრატები დაუპირისპირდებიან და აჰკვეთენ. ნუ აი ესეთი მკვეთრი განცხადება გააკეთა ბატონმა ირაკლიმ. თქვენ მაინც უშვებთ შანსს, რომ აჰკვეთენ. ესე იგი, აჰკვეთენ ახლა იმისი არ იყოს, ესე იგი, ჩვენ შეფიცულების ზოგიერთი განცხადებები ცოტა ახლა უტრირებულია, რა თქმა უნდა, ცოტა გაბოგე აჰკვეთა ახლა არც ირაკლი ალასანიას შეუძლია და არც შეფიცულებს რაღაც აჰკვეთა დღეს ჩვენი ბედნიერებაც და შეიძლება უპეტური არ ვიცი, ესე იგი იმაშია რომ არ არსებობს ჩვენ გახსოვთ, ესე იგი გავიარეთ, ხლა ჩვენ პატარები აღარ ვართ, გავიარეთ ის 92 წლის თქვენ შეიძლება კარგად არ გახსოვთ, მაგრამ 92 წელს იყო სხვა ვითარება. იგი იყო საპირისპირო რეალური სამხედრო ძალა. ცოტა ბევრი, მაგრამ იყო ეს ძალა. ნუ ეხლა არ ვიცი ბატონმა ირაკლიმ რა იგულისხმა აჰკვეთაში, მაგრამ მან გამოხატა პოზიცია, რომ ის არ მიემხრობა ამ პროცესებს. ვიცით რა, დღევანდელ საზოგადოებას, აი ძალიან თელ უმრავლესობას, საზოგადოების უმრავლესობას, რა თქმა უნდა, არ უნდა, ასე ვთქვათ, აქ გამეორდეს 90 ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს და ამიტომ ის ცუდი გამოცდილება მეხსიერებაში, ჩვენ სოციალურ მეხსიერებაში არის ძალიან აქტუალური. და რატომ აინდა 92 იქნებ 2003 წელზე აქვს ამ შემთხვევაში საუბარი? რა თქმა უნდა, 2003 წელს არ იყო ძალისმიერი ქმედებები. დიახ, სწორედ აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი ესე ვთქვათ, ცვლილებების გემოცა აქვს საზოგადოების ამდენადაც მე ვიცი, დღეს დილით ესე იგი იყო განმეორებითი მე უყურე და ბურჯანაც ამბობს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვაპირებთ ამის გაკეთებას, მხოლოდ კანონის ფარგლებში ვაპირებთ ამის გაკეთებას, თუმცა ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ კანონის ფარგლებშიც კი ეს იქნება გაძლებაზე, ვინ წავა, ვინ ვერ მოითმეს. ამიგეთ? ამაზე იქნება აგებული ძირითადი ასე ვთქვათ ინტრიგა სწორედ ამაში იქნება, ვინ ვერ მოითმეს და გავარდება, საიდან გავარდება და მე გარკვევა იმისი საიდან გავარდა, რითი დაიწყო, ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით რევოლუცია და სისხლისღვრის, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ნაკლებად ჩანს. თუმცა, მოგეუბნებით, საქმე და რეალური ვითარება არის საკმაოდ სერიოზული. იმიტომ რომ თუ ადამიანები გამოვიდნენ, მერე მათი მართვა, დიდი რაოდენობის ადამიანების მართვა, ხალხის მართვა, შეიძლება ეს ხალხი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხალხი, ერი, მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს ბრბო და ბრბოს ფსიქოლოგია ცოტა სხვა ფსიქოლოგია და როგორ მოიქცევა ეს ბრბო, ამას ცოტა თუ განსაზღვრავს ხალხი. ეს არ არიან დღეს მასის მენეჯერები, პოლიტიკური მენეჯერების ნაკლებობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეგ არის ჩვენი დიდი პრობლემა. მე მგონი ჯობია რეკლამა გამოვაცხადოთ ქაბატონია და შემდეგ უკვე დავასკნათ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და გადაცემის დასწვით ნაწილში, რადგანაც ია ანთაძე და ზურაბ იგოა ჩემი გადაცემის სტუმრები არიან, მე მაინც ვისარგებლებ და იმ თემაზე ვისაუბრებ, რომელზეც ძალიან ხშირად ვისაუბრე ამ სტუდიაში. როგორ ფიქრობთ, საარჩევნო გზა თუ რევოლუცია, რომელი უფრო მისაღებია დღეს საზოგადოებისთვის და რომელი უფრო პოპულარულია? გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ია ანთაძე, ზურაბ იგოა ჩვენი გადაცემის სტუმრები. რევოლუცია თუ საარჩევნო გზა? ეს არის საკითხი და კითხვა, რომელიც გამუდმებით ისმის ბოლო დღეების განმავლობაში. ია, როგორი განწყობაა, როგორ ფიქრობ საზოგადოებაში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით?
თუ ამოვალთ ისევ იმ პოსტულატიდან, რომ ირაკლი ალასანი არის ადამიანი, რომელიც მუდამ იყო და რჩება ამ გზის მომხრედ და რომლის მიმართაც თქვა სიმპათიები არის მეტი ვიდრე თქვა ამ გზის მომხრე სხვა ლიდერების მიმართ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ ვიცი ხა რამდენი მართლა კვლევებია საჭირო, არის ჯერ კიდევ იმის მომხრე, რომ შესაძლოა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და მოკეთ ის პროცესი, რომელიც ახლა არის დაწყებული, მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, ვთქვათ, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ბატონი ზურაბიც საუბრობდა, რომ აი ვთქვათ, დასავლეთიც არის მომხრე, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს და საერთოდ ხელისუფლება შეიცვალოს და ვთქვათ, განხორციელდეს ის პრინციპი, რომ ორი ვადა იყოს ორი ვადა და არა 7 ან 12. მაგრამ რამდენად პოპულარულია ეს? იცით, ახლა ძნელი საქმეა, რამდენად პოპულარულია, სხვა რამეა მნიშვნელოვანი. ვთქვათ, რადიკალურ ქმედებებს ჭირდება გაცილებით უფრო ნაკლები მომხრე, ვიდრე ჭირდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. მაშინ, როდესაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა სინამდვილეში არის გაცილებით უფრო ადვილი და უმტკივნეულო, ვიდრე არის, ვთქვათ, რადიკალური გზით, იმიტომ რომ ეს რადიკალური გზა არის სახიფათო, ეს არის ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული, მათ შორის სასიცოცხლო რისკებთან, მათ შორის იმ რისკებთან, რომ დაუშვათ შეიცვალა ხელისუფლება, ვინ მოვა, რა მოვა, როგორ მოვა და ასე შემდეგ, ხო? მაშინ როცა საარჩევნო გზა არის უმტკივნელო, აი წარმოიდგინოთ, ახლა ჩვენმა მაყურებელმა რამდენად იოლი არის, რომ თუ ქვეყანა მიდის ჩიხისკენ, ხო? ყველა ადამიანმა, რომელიც სინამდვილეში გულწრფელად ესე ფიქრობს, შემოხაზოს რაღაცა სხვა და არა ხუთი. მაგრამ ნდობა როცა არის დაკარგული სწორედ ამ საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელზედაც ესე ვთქვათ, როგორც ოპოზიცია ამბობს, ზრუნავს ხელისუფლება, რომ სათავისოდ გამოიყენოს, ამ შემთხვევაში რა ქნას მოსახლეობა? მე გეტყვით რა უნდა ქნას. ჩვენ როგორც საზოგადოებას აბსოლუტურად არაფერი არ გაგვიკეთებია 2003 წლის შემდეგ იმისთვის, რომ სისტემურად დაგვეცვა ის ხმები, რომელი ხმებიც ამა თუ იმ პარტიამ მიიღო. აი მოდით გავიხსენოთ ლევან გაჩეჩილაძის შემთხვევა 2005 წელს, ხო, იანვარში, როდესაც მას ჰქონდა ყველაზე მეტი ხმა მიღებული, ვიდრე ვთქვათ 2003 წლიდან რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს ან პარტიას. მან ნამდვილად ვიცი, რომ ვერ დაიცვა თავისი ხმები და მე გეტყვით, საიდან ვიცი ეს? ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ქსელი ჟურნალისტების, რომელიც მაშინ იმ არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოს 12 ქალაქში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, იმიტომ რომ ჟურნალისტები ვართ და მთელი დღე ვიდექით ყუთებთან, ვიცოდით რა ხდებოდა იმ ყუთებთან. და ეს იყო აი მაშინაც კი, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე როგორც ოპოზიციური ლიდერი იყო ყველაზე ძლიერი, მან გამოიტანა მის მიერ მიღებული ხმების მხოლოდ ნაწილი. იმიტომ რომ დამკვირვებლები არ ყავდა, იმიტომ რომ პროფესიონალები არ ყავდა იქ, სადაც უნდა ყოლოდა იმ საარჩევნო კომისიებში და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან, არ ვიცი, ჩემთვის აბსოლუტურად უდავო ამბავი, რომ მან თბილისში მიიღო ის ხმები დაახლოებით, რაც გამოიტანა, მაგრამ საქართველოს რეგიონებში მან დაკარგა ბევრი ხმა, რომელიც სინამდვილეში მას ჰქონდა მიღებული. ასე რომ ჩვენ ვერ ვიცავთ იმ ხმებს, რომელსაც ხელისუფლება კარგავს და გარდა იმისა, მე ვამბობ, ჩვენ როგორც საზოგადოება და რა კი ამ ხმებს ვერ ვიცავთ, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არჩევნების წინა დღეებში, როდესაც მიდის დაშინება კანდიდატების, როდესაც მიდის, არ ვიცი, აი ყველანაირი რესურსის გამოყენება, ვთქვათ, იქნება პატიმრების ოჯახები თუ სხვა, ეხლა ოზურგეთში ეს ხო არის ძალიან ცნობილი ამბავი, რომ ერთი პატიმრის ოჯახის დახლობლები ხაზავდნენ მწვანე მეთი რა ქვია, ფანქრით თუ პასტით და მეორის ახლობლები წითელი პასტით და შემდეგ როდესაც გასაჩივდა აღმოჩნდა რომ კომისიამ თქვა რომ აბა მიგვითითეთო ის პუნქტიო საწერიაო რომ არ შეიძლება ლურჯი ფერის გარდა სხვა ფერის პასტით შემოხაზვა. ანუ არ იქნა მიჩნეული დანიშნულ ბიულეტენებად. მაშინ როდესაც ეს იყო ნამდვილად დანიშნული ბიულეტენები. ვერ ვიცავთ ჩვენ ამ ხმებს ვერც ერთ ეტაპზე და ამიტომ ჩვენ ამ ხრივ რესურსი რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ რვიანი კი ვერ უშველის ამას, შეიძლება რაღაცა უშველოს, მაგრამ ვერ უშველის. საზოგადოება უნდა იყოს ამისთვის. არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ რვიანის ფორმატში ამას არაფერი არ ეშველება, მაგრამ შესაძლებელი ამას ეშველოს საზოგადოების ძალიან სერიოზული მობილიზებით. და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი მე პირადად როგორც ერთი ადამიანი ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას აი ყველაფერში, რაც იქნება მიმართული თვითორგანიზებისკენ, მაგრამ ურთულესია. აი რამდენადაც ადვილია რომ შეხვიდე ოთახში და შემოხაზო სხვა ციფრი და უმტკივნეულოდ
დაასრულო, თქვათ ის რაც არ მოგწონს ის გარემო, ხო? იმდენად ეს არის ძალიან ძნელი მეორე მხრივ, იმიტომ რომ უამრავი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს. ბატონ ზურა, აი მაგალითად ია მიიჩნევს, რომ ძალიან რთული იქნება და პრაქტიკულად შეუძლებელი ძრუიანის ფორმატში რაიმეს მიღწევა? რაიმეს ახლა არ ვიცი რას დავარქვეთ, ყოველ შემთხვევაში იმის თავის დასაკლავ დანას ახლა თვითონ არ დადებს მაგიდაზე, ამაში მე არ მეპარება. არ არის იმ ტიპის ხელისუფლება, რომ ეს გააკეთო. გარკვეულწილად როგორ არ ვეთანხმები. მე აი იმ მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გაგრძელდეს. რაც თქვენ დასვით. დიახ, რევოლუცია გარჩენები. რა უნდა ხალხს? დიახ, რა ხალხის მოთხოვნა და როგორც ამოვე შეკვეთა რა არის? ესე იგი ნორმალურ ადამიანს როგორ შეიძლება უნდოდეს ქვეყანა აირიოს? მეტნაკლებად ადაპტაცია საზოგადოებამ განიცადა. ამდენი მანქანები დადის, მეტნაკლებად კი გვიჭირს, კი პრობლემა არის, კი, მაგრამ არავის არ უნდა, ესე იგი, ისე უსინათლობა, არავის არ უნდა, ისე ესე იგი, რიგებში დგომა, არავის არ უნდა იარაღიანი ხალხი ქუჩაში ყოველ შემთხვევაში და არავის არ უნდა სიცოცხლის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის ძალიან სერიოზული რისკი და ამიტომ ძირითადად ადამიანები ამას ერიდებიან. მხოლოდ ის ადამიანები, რომელსაც დასაკარგი არაფერი არ აქვთ, აი ის ხალხი ამ მზად რომ წავიდეს ესე იგი დაუშვათ. ესეთი ბევრი არ არიან? იცით რა, ძალიან ბევრი არ არიან, მაგრამ საკმარისია თქვენ რამდენი კაცი იბრძოდა თბილისის ომის დროს. რამდენი თქვენ რო იცოდეთ ესე იგი სასაცილოა. 1000 კაცი მეტი არა. და კიდე 1000 კაცი რომელიც ესე იგი რაღაც გვერდზე იყო ამ სიტუაციაში. საკმარისია თუ ეს ყველაფერი იარაღი თუ არის, თუ ამას ორგანიზაცია უკეთდება, თუ ამას ვიღაცა რაღაცნაირად ასაზრდოებს, ესე იგი საკმარისია 1000 კაცი რომ ქვეყანა აირიოს. მეორე მომენტია რომ ხელისუფლებას არ ყოფნის არც ვიცი მე გონიერება თუ რომ წავიდეს დაუშვათ იმ გზით წავიდეს რომ დაუშვათ დაუთმოს ამ რვიანის ფორმატში ყოფ პარტიებს და დაანახოს რომ ესე იგი მას უნდა რომ რაღაცა შეიცვალოს. დაუთმოს შემდეგ წაგება გარანტირებული ექნება თუ არა? მოგება უბრალოდ იცით რა შანსი ექნება რომ რაღაცა გარკვეული მომავალი პარლამენტი და მომავალი პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში წესით უნდა იყოს, ესე იგი უნდა გაიყოს და რაღაც პარტიებმა გადაინაწილონ ეს ხმები. ეს არის სხვანაირად ეს არ მოხდება. პატარა რეპლიკა, მაგრამ ესე იგი პრაქტიკულად გამოდის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დათმოს ყველაფერი იმისთვის რომ როგორმე აღმოჩნდეს ოპოზიციაში. ეხლა ეს არ არის რეალური, ხო? დივერსიფიცირება თუ არ მოხდება, ნაციონალური მოძრაობა წავა ისე, რომ ის აღარ დარჩება როგორც პოლიტიკური ძალა, თუ ის ავა ძალისმიერი მეთოდების გამოყენების აი ამ არჩევანის წინაშე არიან ეხლა, ანუ და დათმონ ყველაფერი იმისთვის რომ როგორმე დარჩნენ ოპოზიციაში და კიდე საკითხავია ეს მოხერხდება თუ არა, ან უნდა იბრძოლონ ბოლომდე და მე ვხერავ ის ამ ნაციონალურ მოძრაობას გვაქვს თავისი ესე იგი რაღაც თავისი მომხრეები ხო ყავს, ახლა ჩვენ საზოგადოებაში დავდივართ, არ არის ეგრე რომ სულ ყველა ესე იგი დაუშვათ ოპოზიციურად ფიქრობს. არიან ხალხი რომელიც მიკრობენ რომ ეს ნაციონალური მოძრაობა ძალიან ბევრი რეალურადაც რაღაცა ხო გაკეთდა და გზები და ასე შემდეგ და ამ ხალხს ამის ჯერა მე მთელი ეს ტელევიზიები ეს ნაციონალური ტელევიზიები რომელიც მაგათ ხელშია ეს ზეგავლენას ახდენს და სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის სოფხედველობის ჩამოყალიბებას ყოველ შემთხვევაში მოკლევადი ამ სოფხედველობის ჩამოყალიბებას ეს ზემოქმედება მოხდენილია ამიტომ ამათ აქვს შანსი რომ რაღაცა გარკვეული პროცენტი შეინარჩუნონ თავიანთი მომხრეების. ეს არის ამათი შანსი. თუ ესენი ამაზე არ წავლენ, თუ ესენი რვიანის ფორმატს შაშლიან, იგივე ირაკლი ალასანია იძულებული იქნება და მან გააკეთა სხვათაშორის ამაზე განცხადება. ეხლა რა განცხადება? დღევანდელს არა, ხო, არ გულისხმობს. დღევანდელზეავლაპარაკო, მან გააკეთა განცხადება, თუ მას არ დარჩება, ესე იგი სხვა რესურსი, თუ ისინი ვერ მოილაპარაკებენ, ის მზად იქნება, რომ ესე იგი იმ ფორმატით და იმ ფორმით გამოხატოს თავისი ესე იგი პროტესტი და თავისი ბრძოლა გააგრძელოს იმ ფორმით, რომელიც დასაშვებია. ეს ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ქუჩაში რომ გამოვიდეს ირაკლი ალასანიაც და ყველა დანარჩენიც და ეს გზა არის ერთადერთი, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული და ეფექტური. თუ ესენი თუ არ გაერთიანდნენ, გაერთიანება ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გაერთიანებაზე არ ვლაპარაკობთ. ბევრი პარტია ამაზე ლაპარაკობს და სისულელეს აკეთებს. იმიტომ რომ კოორდინაციის და გაერთიანების გარეშე და იმის გარეშე ჯერ ეს ერთი უკაცრავად და ჯერ ეს ერთი იმის გარეშე რომ ესე იგი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის აი სწორი
ნათელი, ასე ვთქვათ, მოდელი იმისი, რატომ არიან ესენი ცუდები და ესენი რომ მოვლენ სხვები. ისინი რას გააკეთებენ? ნათლად ადამიანებმა ამის შესახებ არიციან, როგორც კი ამას ჩამოაყალიბებენ, იმ შემთხვევაში ამათ გაუჩნდებათ რესურსი. რა არის პოლიტიკური ძალის რესურსი? ერთი, მტრის ხატი უნდა იყოს. მტრის ხატი რას ნიშნავს? იცოდნენ რატომ არის ეს მტერი. მეორე, ისინი უნდა ხედავდნენ, ადამიანები უნდა ხედავდნენ და საზოგადოება უნდა ხედავდეს მათში ძალას და მათში რესურსს. და მათ უნდა დაანახონ ეს არის ის რომ და ლიდერი უნდა ყავდეთ. გასაგები. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობთ იმისთვის რომ მოხვედით და ესეთი საინტერესო საუბარი შემოგთავაზეთ. ია ანთაძე, ზურაბ ბიგოვა იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან სოფიო ხორგვანი, პაოლე კუბულაშვილი. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. მადლობთ.